გამარჯობა, დღეს ამ ვიდეოში გაჩვენებთ როგორ გახდეთ Wolt-ის კურიერი, როგორც Wolt-ის აპლიკაციაში რეგისტრაციას, ასევე ინდმეწარმედ და მცირემეწარმედ რეგისტრაციის პროცესს. უპირველესად, უბრალოდ ბრაუზერში დასერჩეთ გახდი Wolt-ის პარტნიორი კურიერი და პირველივე ბმულს, რასაც ამოგიგდებთ, გადადით. შემდეგ დარეგისტრირდით ახლავე და იქნება 6 ეტაპიანი რეგისტრაცია. თავდაპირველად სტანდარტულად სახელი, გვარი, იმეილი, სასაუბრო ენა, დაბადების თარიღი. ასევე მიაქციეთ ყურადღება, რომ მაგალითად ამ შემთხვევაში მიწერია 0408, რადგან თვე და დღე თუ არის ერთი რიცხვიანი, 0-ს თუ არ მიაწერთ, შეიძლება გიჩვენოთ, რომ რაღაც არასწორი გაქვთ შეყვანილი. შემდეგ ტელეფონის ნომერი. საქართველო, ქალაქი, სადაც აპირებთ მუშაობას. ერთი ქალაქი აირჩიეთ, რადგან შემდეგ შეცვლასთან პრობლემები იქნება. ტრანსპორტი აქ Motorola-ი მოქვს არჩეული, თუმცა თქვენ აირჩიეთ ის, რომელთაც აპირებთ მუშაობას, ასევე Wolt-ს საკმაოდ მკაცრი წესები აქვს ამასთან დაკავშირებით, რადგან თუ მაგალითად გექნებათ მანქანის რეჟიმზე და იქნებით მოპედით, შეიძლება დაიბლოკოთ სამომავლოდ. და საკურიერო რეფერალური კოდი, ეს შეგიძლიათ აქ ეკრანზე რაც არის ჩემი შეიყვანოთ, ამ შემთხვევაში პირველ 30 დღეში 100 შეკვეთას თუ გააკეთებთ, მეც და თქვენს 400 ლარს მოგცემს. შემდეგ მოვნიშნოთ, რომ გავეცანით პირობებს და სტანდარტული, რომ ადამიანი ხართ, მაგის ტესტი უბრალოდ კაპჩას ამოგიგდებთ და აპლიკაციის გაგზავნა. და მეოთხე ეტაპზე აპლიკაციის ჩამოტვირთვას მოგთხოვთ. ესეთი არის App Store-დან, iPhone თუ გაქვთ, ან მაგალითად Google Play-დან. Wolt-ის სტანდარტული აპლიკაცია არ არის, Wolt-ის კურიერის პარტნიორის აპლიკაცია არის, ამიტომ მაგაში არ ეკეთებთ. თუ დაგვირდებით, აქ Wolt პარტნიორ აწერია. და აგერ ქვემოთ არის სტანდარტული კიდევ ჩვენ ეს გვინდა პარტნიორის აპლიკაცია. პარტნიორის აპლიკაციაში დაგხვდება ამ ფოტოების გადაღებაც და ატვირთვა დოკუმენტების. ერთ-ერთი ეტაპი იქნება მოგთხოვთ დამადასტურებელ საბუთს. თუ მაგალითად მანქანით აპირებთ შეკვეთების მიტანას, მართვის მოწმობას, მაგრამ თუ ველოსიპედით ან ელექტროსკუტერით, რომელსაც მართვის მოწმობა არ სჭირდება, მაშინ მაგ ეტაპს გამოტოვებთ და გექნებათ ასატვირთი მცირე მეწარმის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ახლა გადავიდეთ, როგორ შეგიძლიათ მცირე მეწარმის სტატუსის მიღება. უპირველესად, მცირე მეწარმისთვის უნდა აიღოთ ჯერ ინდმეწარმე და შემდეგ ხდება მცირე მეწარმეზე გადასვლა. ინდმეწარმის ასაღებად იუსტიციის სახლში შეგიძლიათ მიხვიდეთ, ერთ სამუშაო დღეში ხდება, მაგალითად ორ შაბათს თუ მიხვალთ და დარეგისტრირდებით, სამ შაბათს უკვე გაგიაქტიურდებათ სტატუსი. 26 ლარი დაჯდება ეს და საქართველოს ბანკის ფილიალებში შეგიძლიათ ინდმეწარმეთ რეგისტრაცია, იგივე თანხა ჯდება ორივეგან 26 ლარი, ეს არის მისამართები, სადაც თბილისში შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ. იმიტომ რომ ყველა ფილიალში არ შეიძლება და ჯობია შეამოწმოთ სწორ ფილიალში თუ მიდიხართ. შემდეგ გადავიდეთ RSG-ზე, როდესაც უკვე მომხმარებლის მონაცემები მოგივათ და ასევე მოგივათ დასტური, რომ აქტიური სტატუსი გაქვთ. RSG სტანდარტულად ჩაწერეთ და აი პირველივე ბმული, როგორც აქ გვიჩანს მონიშნული როა. სისტემაში შესვლა, ზემოთ მარჯვნივ. და მომხმარებლის მონაცემები, რომლებიც ან ტელეფონზე მოგივათ, ან იმეილის მეშვეობით. პირველ შესვლისას მოგთხოვთ პაროლის შეცვლას სავარაუდოდ, რაც გენდომებათ, ის დააყენეთ უბრალოდ. შემდეგ ნებისმიერ დროს შეძლებთ ამ პაროლის შეცვლას ან აღდგენას ტელეფონის მეშვეობით. როდესაც შეხვალთ, აქ როგორც ხედავთ, განცხადებები მაქვს ამოსული პანჯარა, თუმცა თქვენ არ გექნებათ სავარაუდოდ და ზემოთ საძიებო სისტემაში ჩაწერეთ განცხადებები, შემდეგ ეს პანჯარაც გამოგიჩნდებათ და დააჭირეთ უბრალოდ. შემდეგ გადავალთ ასეთ პანჯარაში, ვაწვევით ახალი განცხადებების რეგისტრაცია, მე უკვე ერთი განცხადება მაქვს, რადგან უკვე დარეგისტრირებული ვარ მცირე მეწარმედ, თქვენ არ გექნებათ ჯერ უბრალოდ ახალი განცხადის რეგისტრაციას დააჭირეთ. ესეთ პანჯარა გაიხსნება, ჩაწერეთ მცირე, აი ზემოთ რო არის საძიებო ველი იქ და მეორე ორიანი წერია მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება, ანუ ეს ვარიანტები ამოგივარდებათ მცირეს ჩაწერის შემდეგ და დააჭირეთ აი ამას მონიშნული რაც არის ქვემოთ. ესეთი პანჯარა ამოვარდება, აქ შევსებულია უკვე პირველ ოთხკუთხედში
მონიშნეთ საკურიერო მომსახურება, ჩაწერით და ვარიანტებად ამოგივარდებათ. მხოლოდ შეავსეთ ის ოთხკუთხედები, რომლებიც ფოტოზეა მონიშნული, ტელეფონის ნომერი, ასევე მონიშნეთ, რომ ადასტურებთ პირობებს, მესამე და მეოთხე პუნქტი და გაგზავნეთ. მეტი არაფერი არ შეავსოთ, განსაკუთრებით ხოლმე კითხვის ნიშნები რჩებათ საქმიანობის სახე ფიზიკური პირისთვის. აი გადახაზული, რომელიც მაქვს ზედა ოთხკუთხედი ნომერი არ არის. საქმიანობის სახე ფიზიკური პირისთვის. და სამედიცინო საქმიანობა, სახელოვნება, საქმიანობა და მწერალი. ეგ პუნქტი უბრალოდ არაფერი არ მონიშნოთ მაგ ოთხკუთხედში და გამოტოვეთ. მალევე ავტომატურად მოგივათ პასუხი, რომ მოგენიჭათ მცირე მიწარმის სტატუსი, გადადით ისევ, აი როგორც თავიდან შევედით განცხადებებში, საძიებოს ველში ჩაწერეთ და ამბა გამოვარდნით პანჯარაში. აირჩიეთ ეს, როგორც მე მაქვს, დადებითი მცირე მიწარმის სტატუსის მინიჭების სახელით არის. და გახსნით პანჯარაში და აირჩიეთ დამატებითი პასუხი. დამატებითი პასუხს როდესაც აირჩევთ, ავტომატურად ჩამოიტვირთება ეს ფაილი. აი ესე გამოიყურება, აქ უბრალოდ წერია თქვენი პირადი მონაცემები და რომ გაქვთ მცირე მეწარმის ბიზნესის სტატუსი და საკურიერო მომსახურების უფლება რო გაქვთ. ამას ატვირთავთ Volt-ის აპლიკაციაში, ერთ-ერთ ეტაპზე მოგთხოვთ და შემდეგ მოგდით კონტრაქტი, რომელსაც ხელს აწერთ და ასევე შემდეგ უნდა დაელოდოთ რაღაც დროს, რამე კონტრაქტს მიიღებენ და შეძლებთ მუშაობის დაწყებას უკვე. რამდენი ხანი დაჭირდება ეს უკვე ძალიან ინდივიდუალურია, ჩემს შემთხვევაში მთელ პროცესს დაახლოებით 10 დღე დაჭირდა რეგისტრაციიდან, სულ პირველი რეგისტრაციიდან უკვე რომ შემძლო მუშაობის დაწყება, თუმცა ზოგი ამბობს, რომ თვეზე მეტი და თვეებიც ეწელებათ. ასევე მსმენი რჩევები, რომ თუ სათავო ოფისში ახვალთ და დიდი ხანი გაგეძლოთ ეს პროცესი, შეგიძლიათ იქვე თხოვოთ, რომ კონტრაქტს გადაავლონ თვალი და მალევე დაგიდასტურებენ. მე პირადად რადგანაც მალევე დამიდასტურეს არ მიცდია, თუმცა არაერთხელ მსმენია, რომ ეს ზოგს ეხმარება. ამასთანავე, ეხლა სავარაუდოდ მალევე დასრულდება ეს პროცესი, რადგან მათ თვე ჭირდებათ კურიერების რაოდენობა. ეს იყო სულ, თუ ასევე რაიმე კითხვები გექნებათ, შეგიძლიათ კომენტარებში იკითხოთ და გაგცემთ პასუხს და როგორც მცირე მეწარმე უნდა გადაიხადოთ 1% გამომუშავებული თანხის და მაგასთან დაკავშირებით შემიძლია ასევე ვიდეო ჩავწერო, კომენტარებში დაწერეთ თუ გნებავთ. მადლობა ყურადღებისთვის, სულ ეს იყო.